მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. დღის სიახლეებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. ოზურგეთის საკრებულოს წევრი გელა ბურჯანაძე ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობიდან გადადგა. უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ თეა იოსელიანი ისაუბრებს. ბურჯანაძემ ოფიციალური განცხადება ოზურგეთის საკრებულოს ხდომათა დარბაზში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. თავმჯდომარეობიდან გადადგომა კი წმინდა პოლიტიკური მოსაზრებებით ახსნა. უფრო ზუსტად ერთგვარი პროტესტის საფუძვლად ნაციონალ კანდიდატთა გასაიდუმლოებული სიები დაასახელა, რომლის პრეზენტაციაც გასულ კვირას შედგა. უკმაყოფილების ლაიტმოტივი კი რჩეულ ძველ სახეებთან ერთად მისთვის მიუღებელი რამდენიმე ახალი სახეც გახდა. ის ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებიც იწყებდნენ ოზურგეთში ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ხრებზეც გადაიარა იმ ქარტეხილებმა, რაც იცით თქვენ მაშინ ნაციონალურ მოძრაობას წინააღმდეგობა როგორი წინააღმდეგობა ხდებოდა. აი ამ ბიჭების უგულობელყოფის გამო გავაკეთე მე ის განცხადება, რაც პრესკონფერენციაზე გავაკეთე, ასაც ქვია ფრაქციის თავმჯდომარედ და გადადგომა. კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება იმის თაობაზეც გააკეთა, რომ წარმომადგენლობითი ორგანოს დატოვებას და მის წევრობაზე უარის თქმას არ აპირებს. ოპოზიციური პარტიებისაგან კი შემოთავაზებას ელოდება და მათთან თანამშრომლობაზეც მზადყოფნას გამოხატავს. ინტრიგად მხოლოდ ის დაგვიტოვა, თუ რომელ მემარცხენე ძალასთან დააფიქსირებს ლავირებას. ჩემი პიროვნება რაიონში თუ ეს ვერ დაინახა ეს დაფასება ნაციონალურ მოძრაობა, მე მოვასწრებ საზოგადოებრივი აზრი ჩემზე არ არის ნამდვილად ცუდი, ამას ამბიციურობაში ვარ ჩავმართვეთ და მე ნამდვილად ველოდები, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები მომართავენ მე და კონსულტაციების შემდეგ მე მივიღებ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება მის პოლიტიკურ წარსულს, ბურჯანაძე ნაციონალი ფრაქციის ოზურგეთში ჩამოყალიბების დღიდან 2002 წლიდან გახდა. ცოტა უფრო შორეული წარსული, ანუ მისი პოლიტიკური გზის საწყისი კი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობიდან იწყება. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ოზურგეთის ოფისში ხელმძღვანელმა ლელანა ცოლაძემ პრესკონფერენცია გამართა. ნახეთ თამთადოლიძის სიუჟეტი. პრესკონფერენციაზე არსებითად ახალი არაფერი გაჟღერებულა. ლელანა ცოლაძემ არჩევნების მოსალოდნელ გაყალბებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნების ობიექტური შედეგების დასაცავად მისი პარტია რესურსს არ დაზოგავს. ნაცოლაძე საარჩევნო სიებსაც შეეხო. მისი თქმით 1800 ოჯახი ოზურგეთიდან საზღვარგარეთ იმყოფება, მაგრამ მათი გვარები სიებში მაინც ფიგურირებს. სიაშია გარდაცვლილები, ეგრეთ წოდებული მკვდარი სულები. ეს მაშინ, როცა საარჩევნო სიების განახლებაზე ბიუჯეტიდან დიდი თანხა დაიხარჯა. საარჩევნო სიები, რომლებიც გამოკრული არის, ჩვენ გვაქვს სურათი. ფაქტიურად ვიცით მონაცემები ოზურგეთში რამდენი ოჯახი არსებობს, ვინ არის გარდაცვლილი და ვინ არის წლების განმავლობაში ოზურგეთიდან წასული. ის ადამიანები აღმოჩნდნენ ისევ ამ საარჩევნო სიებში. მე ვთხოვ ჟურნალისტებსაც მოვითხოვი და აუცილებლად ამას CSO-ს წარმომადგენლობას ჩვენ ვაცნობებთ, უკვე ვამზადებთ მუშაობთ ამასთან დაკავშირებით, რომ რა მოხდა, რა ეს მილიონები რო გამოიყო აი ამ მონიტორინგთან დაკავშირების სიების, ის იყო ტყუილად ფუჭად გადაყრილი თანხები, იმიტომ რომ ეს ადამიანები 15 წლის მყრევი სიაშია. ამ მრჩეველთა რაოდენობის გაზრდას ნაცოლაძის თქმით ერთი მოქალაქის ერთდროულად რამდენიმე საარჩევნო უბნის სიაში ჩაწერით ახერხებენ. მაგალითად კი ლაითურის, ხვარბედისა და მერიის შემთხვევები მოიყვანა. პრესკონფერენციაზე პედაგოგთა სახელებიც გაჟღერდა. მოძრაობა სამართლიანი საქართველოს წევრებმა განაცხადეს, რომ საარჩევნო კომისიების 90% იმ პედაგოგებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც შებულებაში არ იმყოფებიან. მთელ სამუშაო დღეს სკოლაში ატარებენ და კომისიიდან ხელფასი მაინც ერიცხებათ. ყველა ამ ინფორმაციის შესახებ ცენტრალური ოფისის სხვადასხვა საელჩოები და არასამთავრობო ორგანიზაციები საქმის კურსში არიან და შესაბამისი რეაგირება უთუოდ მოყვება. ის ადამიანები, რომლებიც არიან პედაგოგები და რომლებსაც დავალებული აქვს, რომ იმიტომ უნდა იყვნენ საარჩევნო უბნებზე, რომ აუცილებლად გააყალბონ არჩევნები, ის საჯარო მოხელეები, რომლებიც სკამით დამოკიდებულია შედეგზე უბანზე, კონკრეტულ უბანზე, უმრავლესობის ხმების მოგროვებაზე. მათი სკამები არსებობა დამოკიდებული არის ამაზე, ხო? ჩვენ ამ ადამიანების სახელი და გვარებით ვიცი და მათ ქმედებებსაც ვადევნებთ თვალყურს. მე ვთხოვ ამ ადამიანებს, რომ პრინციპულობა გამოიჩინონ და ასეთ აქციელში არ ჩაებმან ასეთ საქმეში, თუ არა ძალიან ცუდად მოუბრუნდება სულ ყველას. ლელანა ცოლაძემ განაცხადა, რომ ზურაბ ნოღაიდელი ოზურგეთში შაბათს ჩამოვა და საარჩევნო შტაბს შესაძლოა მან უხელმძღვანელოს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისში ჟურნალისტებს არჩევნების საჯაროებასთან დაკავშირებით